საავტომობილო გზა გადაიკეტა სულ რამდენიმე წუთია, ალბათ 5 წუთი იქნება, რაც აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ისინი მათ ასევე შეუერთდნენ სხვა აქციის მონაწილეები, მსვლელობით მოვიდნენ აქ აქციის მონაწილეები, მანამდე საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობდა ემიგრანტთა მარში. აქ იყვნენ მოსული როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქეები და ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის საქართველოში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამავდროულად გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. ეს არის დღესაც მთავარი მოთხოვნა, რომ აქციის მონაწილეების ისევე როგორც ეს იყო ბოლო 1 თვის განმავლობაში. აქ არის უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი მოსული რუსთაველის გამზირზე და ოპერატორს უთხოვ, რომ გაჩვენოთ ახლა რა მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე, როგორც აქ არის რამდენიმე მარშის მონაწილეები არიან შეკრებილი, როგორც უკვე გითხარით, არის ემიგრანტთა მარში, ასევე აქ არიან ხევსურები, რომლებმაც როგორც წინა გამოშვებაში ვისაუბრე, შემოგთავაზეს წერილი, რომელიც უნდა გაუგზავნონ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ისინი სთხოვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ახლა საქართველოს ყავს ისევ იგივე მტერი, როგორც ყავდა 1936 წელს, როდესაც ხევსურებმა დაწერეს ეს წერილი და ასევე ყავს ისევ ის მოკავშირე, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც შეუძლია რომ ქართველი ხალხი გადაარჩინოს და ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული გზით და ამ წერილში ხევსურები სთხოვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით წაიყვანონ, მშვიდობიანი გზით წაიყვანონ და ასევე ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით აირჩიონ. აქ არიან ადამიანები მოსული ბანერებით და ამ ბანერებზე ჩვენ ვკითხულობთ რუსეთი ჩვენი საერთო მტერია და ამავდროულად აქ საუბარი არის ასევე ხელისუფლებაზე, რომელიც ქართულ ხალხს და აქციის მონაწილეებს არ მიაჩნიათ ლეგიტიმურად და არაერთხელ ითქვა მოთხოვნა, მთავარი მოთხოვნა, რომელიც არის რომ დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერში, არ იყო ლეგიტიმური და იყო გაყალბებული. მათი თქმით, ეს არჩევნები არ წარმოაჩენდა ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელი არის, რომ მათი ეს მთავარი მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული. აქვე არიან, როგორც აღვნიშნე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ მათაც ვესაუბრეთ და ისინი ამბობენ იმას, რომ ზოგიერთი მათგანი წლებია ცხოვრობს საქართველოში, ზოგიერთი სულ რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა აქ საცხოვრებლად და ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვიდნენ, აქ თავს ისეგრძნობენ როგორც საკუთარ სახლში და მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის პრობლემები, საქართველოს პრობლემები არის მათი პრობლემებიც და მიაჩნიათ ის, რომ აქ თუ ემიგრანტთა მარში იმართება, პირველ რიგში სწორედ ისინი უნდა შეუერთდნენ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. აი აქ ხედავთ ბანერს, დავიცვათ თავისუფლება, ვიბრძოლოთ ევროპისთვის და ისინი აცხადებენ, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ევროპისთვის, მანამ სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი და ჩვენ შეგვიძლია რომ ახლა მოვისმინოთ იმ აქციის მონაწილეების კომენტარები, რომლებსაც ვესაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ. პირადად შევესწარი ამ დაყალბების ათასობით მცდელობას, იმიტომ რომ მე ვიყავი დამკვირვებელი, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რაც მთავარია, გაათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები, ახალგაზრდები, ბავშვები, რაც მთავარია. კობახიძე ამბობდა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ არასრულწლოვანებიო, ახალგაზრდებიო, ოჯახის სიწმინდეო. ეს იყო ოჯახის სიწმინდე და დაცვა, რაც ამათმა ჩაატარეს ამ 1 თვის განმავლობაში. ახალგაზრდა გოგო ბიჭები, ჩემი ასაკისხა ბავშვები დაასახიჩრეს და სისხლში აბანო. ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ გვინდა რეალური მშვიდობა, ევროპული მშვიდობა. როგორ დემონიზირებას უკეთებენ ევროპულ მომავალს. ყოველთვის დავიცავთ ჩვენ ქართულ ევროპულ მომავალს, სანამ ბოლო ქართველი ფეხზე იდგება. ქართულ დემონსტრანტებს მხარს უჭერთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე პოლონეთიდან ვარ, ქვეყნიდან რომელმაც საკმაოდ გრძელი გზა განგო დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ახლა ქართველებს არა მხოლოდ ამ ბრძოლაში, არამედ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაშიც ვეხმარები. როგორც შემიძლია, ისინი იმსახურებენ ევროკავშირისა და ევროპის ნაწილად ყოფნას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების გასაზიარებლად. to share our values of democracy,
the rule of law and human rights. I'm living here in Georgia since August. აგვისტოდან თბილისში ვცხოვრობ. აქ ბევრი მეგობარი მყავს. სხვა მსგავსი სახის საპროტესტო აქციებშიც მოვაწილეობ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და დემონსტრანტთა მხარდაჭერასთან ერთად ვაშუქებ აქ მიმდინარე პროცესებს. დღის განმავლობაში სულ მცირე ერთ საპროტესტო აქციას მაინც ვესწრები. წარმოშობით უნგრეთიდან ვარ და იქაც მსგავსი პოლიტიკური ვითარებაა. მედიის გარემო უნგრეთში არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. დამოუკიდებელი მედია საშუალებები რეპრესიების ქვეშაა. Them and I am also. რაც შეეხება ხვალინდელ გეგმებს, ხვალ არის 31 დეკემბერი და როგორც უკვე ძალიან დიდი ხანია ცნობილი არის, რომ აქციის მონაწილეები აპირებენ 31 დეკემბერს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წინ მოაწყოს საპროტესტო ღამე და ჩვენთვის როგორც არის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს, რომ შეუერთდეს ამ საპროტესტო ღამეს. დღეს უკვე დაიწყო მზადება ამისთვის და აქ აქციის მონაწილეები ნაძვის ხის ქვეშ აგროვებენ საჩუქრებს და მოუწოდებენ სხვა მოქალაქეებსაც, რომ მოიტანონ ის საჩუქრები თუ რაც შეუძლიათ მათ და შემდეგ უკვე ახალი წლის ღამეს ეს საჩუქრები გადაეცემათ ბავშვებს სიმბოლურად ახალი წლის დადგომას მიულოცავენ მათ. აქ ასევე დღესაც არის ისევე როგორც გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მოწყობილი კუთხე, სადაც აქციის მონაწილეები აგროვებენ წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას იმისთვის, რომ პატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ იმყოფებიან საჯილახსრულების დაწესებულებაში, უკანონო დაკავებულები, მათ შეუგზავნონ მხატვრული ლიტერატურა და ისინი აცხადებენ, რომ ასე გაულამაზებენ იმ დღეებს, რომლებსაც გაატარებენ პატიმრობაში. აქციის მონაწილეებში განწყობა არის პოზიტიური. ისინი ამბობენ, რომ აპირებენ ბრძოლას, ისევე როგორც გასული ერთი თვის განმავლობაში ამბობენ იმას, რომ თუ ერთი თვის მანძილზე იბრძოლეს და ყოველდღიურად შეძლეს, რომ საქართველოს პარლამენტის წინ გამოსულიყვნენ და საკუთარი მოთხოვნები, ახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება დაეფიქსირებინათ, ახლაც კვლავ გააგრძელებენ ამ ყველაფერს, რადგან მიაჩნიათ, რომ მიზნის მიღწევამდე საჭირო არის, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საქართველოს პარლამენტთან და მიაჩნიათ, რომ ახლა კიდევ უფრო ძლიერად გრძნობენ თავს ვიდრე ოდესმე და არ გაჩერდებიან, არ აპირებენ გაჩერებას, მით უფრო ახალი წელი მოდის და ახალ წელს აპირებენ, რომ დადებითი ემოციებით შეხვდნენ მომავლის იმედით, რომ მათი ევროპული მომავალი საკმაოდ ახლოს არის უკვე.